Ისთვის სწორედ აღნიშნულ საკითხზე გავაგრძელებ საუბარს ჩვენს კომპეტენტურ სტუმართან ერთად, მათ ასე ეს იყო ჩვენი ჟურნალისტი ბელა გელაშვილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით საქართველოს პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100,000 ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75% ავტომობილების გამონაბოლქვს ემოდის. რატომ ჭიანურდება რეფორმა ამ სექტორში და რეალურად ამოქმედება თუ არა ავტომობილების ტექნოლოგიების სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან თემაზე სასაუბროთ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მოვიწვიეთ. ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამარჯობა, მადლობა მოწვევით. თავდაპირველად როდესაც გაჟღერდა ეს ინფორმაცია ავტომფლობელებში, გარკვეული უკმაყოფილება გამოვიწვია, იმიტომ რომ ინფორმაციის ვაკუუმთან გვაქვს საქმე, ხო? არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე რეალურად. აი რომ განმარტოთ რა პროცედურები უნდა გაიაროს ავტომობილის მფლობელმა მას შემდეგ, როდესაც ეს რეგულაცია უკვე ძალაში შევა. კი ბატონო, 2018 წლის 1 იანვრიდან იწყება, ასე ვიცით ჩვენც, როგორც საუბრობთ ყველა, მაგრამ ჩვენთვის სულ ერთი არ არის ჩვენი ორგანიზაციისთვის რა დაიწყება 1 იანვრიდან. ის რომ ჰაერის დაბინძურების 75% მოდის ავტომობილების გამონაბოლქვზე, ეს უკვე ძველი ამბავია ჩვენთვისაც და ყველასთვისაც, მე მგონი საზოგადოებისთვისაც და ამ მიმართულებით რომ ავტომობილების მდგომარეობა გამოსასწორებელია, ესეც ვიცით. კი ბატონო. მაგრამ აი როგორ და რანაირად ამაზე მიდის ახლა ამჟამად მსჯელობაც, მუშაობაც და ასე შემდეგ. ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნა პირველი დღიდანვე იყო რომ მივხვდეთ იმისა, რომ ჩვენ ხარს უჭერთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებას, ეს ყოფილიყო ეტაპობრივი და არც ერთ შემთხვევაში თავიდანვე არ ყოფილიყო მოთხოვნილი, თუნდაც ეს პირობითად ასე ვამბობთ, გერმანული სტანდარტი, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი სტანდარტია. და მძღოლებს მიეცეთ დრო იმისთვის, რომ გამოასწორონ გარკვეული ადაპტირება გაიარონ, ხო? რა თქმა უნდა, იცით რა არის, მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც დადის თავისი ავტომობილით ქუჩაში და შავად ბოლავს და პირდაპირ იცის, რომ აავადებს ამ სხვა ადამიანებს, არის ჩემთვის დამნაშავე ასეთი ადამიანი და მიუხედავად ამისა, რომ ის აშავებს, მათაც უნდა მიეცეთ ვადა იმისთვის, რომ ავტომობილში ეს მდგომარეობა შეცვალონ. იმიტომ რომ ერთხელ ჩვენ გვაქვს რკინა და გარკვეული ფინანსების შემთხვევაში ამ რკინის გამოსწორება შეიძლება, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს ჯანმრთელობა. და მიუხედავად იმისა, ხო, ფინანსები იქნება თუ არ იქნება, შეიძლება უკვე დაგვიანებულიც კი იყოს. ამიტომ ეს ორი მიმართულება ჩემთვის შესადარი არ არის და აუცილებლად უნდა დაიწყოს პროცესი, მაგრამ უნდა იყოს გამჭვირვალე. ხა თქვენ ძალიან კარგად გქონდათ გაშლილი ეს თემა. არის ბევრი დეტალი, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. აი მაგალითად რა დეტალები არის და აი გამჭვირვალობის კუთხით რა სათხედავთ, ასე ვთქვათ, ხრელებს, აი რა უნდა იცოდენ და რა პროცედურები უნდა წარმართოს ხელისუფლებამ, რომ უფრო მეტად აი ეს კითხვები რაც არსებობს მიმდინარე ეტაპზე, რომ აღარ არსებობდეს. პირველი დადებით კონტექსტში მინდა თქვა, რომ მას შემდეგ რაც შვეიცარიულმა კომპანიამ პირველი, ასე ვთქვათ, მოხსენება გამოაქვეყნა, ამასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია არ გვაქვს, სახელმწიფო უწყებებთან. რაღაც სამუშაო პროცესი დაძრულივით არის. კი ბატონო. თუმცა ის უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, იმიტომ რომ არის ჩვენი აზრით გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებადია თუ გვინდა რომ დაუშვათ წარმატებით განვახორციელოთ ეს პროექტი. პირველი კითხვა აქ ჩდება საწვავის ხარისხზე, ჩემთვის პირადად და ჩემთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის პირველ რიგში და შემდგომ ყველა სხვა დანარჩენი მიმართულებით, მაგალითად იგივე საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჰაერის დაბინძურება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. აქ პირველ ადგილზე დგას საწვავის ხარისხის საკითხი, იმიტომ რომ საწვავისზე ნებართვას გასცემ სახელმწიფო, რომ შემოვიდეს, შემდგომ სახელმწიფო ამოწმებს ეს როგორი ხარისხის საწვავია და გამოდის, რომ მაშინ უნდა თქვას, რომ ცუდ საწვავზე მისცა ნებართვა. თუ იქ აღმოაჩენს ხარვის, ანუ აქ გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან ჩვენ საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, ის უნდა მოწმდებოდეს საზღვარზეც და არა მხოლოდ წარმოშობის სერტიფიკატებით. შემდგომ კი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ, რომ არის თუ არა ნამდვილად ის, რაც დეკლარირებულია Euro 5 სტანდარტის საწვავი. ეს ერთი და მეორე, ჩემი ინფორმაციით, ავზებში, სადაც ინახება ეს საწვავი, უმნიშვნელოვანესი საკითხია.
არ ხდება ამავზების რეცხვა, ეს უკვე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ და ჩვენ ვასხავთ დაჭუჭყიანებულ ბენზინს. რაც უხარისხოს ხდის უხარისხოს ხდის და გამონაბოლს, როცა საუბრობთ, რომ კატალიზატორი უნდა იყოს თუ არა ავტომობილში, მერწმუნეთ, რომ ერთი თვის შემდეგ საერთოდ აზრი არ აქვს იმ კატალიზატორი გვექნება თუ არ გვექნება. თუ ჩავასხავთ ნაგავს, მოდიშით ასეთ გამოთქვაზე, მაგრამ ნუ ასე გამოდის, ხო, ვასხავთ დაჭუჭყიანებულ, დაგვინძურებულ, ხშირ შემთხვევაში წყალგარეულსაც კი, იმის გამო, რომ ავზები არის პრაქტიკულად მოუწესრიგებელი და ამან შეიძლება გამოიყვანოს ყოველდღე. ეს ერთი საკითხი საწვავის მიმართულება, მეორე მიმართულება აქ არის გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა ეს პროცესი თავისთავად უნდა იყოს, მაგრამ როგორ რომ არ მივიღოთ ეგრეთ წოდებული ტეხასმოტრების ის პერიოდი რაც ჰქონდა ჩვენ, ამისთვის კი საჭიროა ძალიან სერიოზული ელექტრონული პროგრამები და მაგალითად, როდესაც ავტომობილი შემოწმდება ის გამონაბოლქვი ონლაინ რეჟიმში ეს მონაცემები შედის პროგრამაში და ის უკვე ხელმისაწვდომი ხდება შესაბამისი უწყებებისთვის. ანუ ინსპექტორმა ის კი არ უნდა დააგროვოს და შეცვალოს, ესეთი მექანიზმი არ უნდა ქონდეს მას, რომ შეცვლის უფლება არ უნდა ქონდეს. ანუ საინტერესო რაღაც ახსენეთ თქვენ ის კომპანიები, რომლებიც შეირჩნენ, რომლებსაც მიენიჭათ აკრედიტაცია, რომ ესეთი ინსპექტირება განახორციელონ, მათ უნდა ქონდეთ ხო სავალდებულო არის ეს კომპონენტი, რომ მათ პროგრამულად განახორციელონ ეს და არ იყოს დაუშვათ ადამიანი ამის შემოწმებელი და შესაბამისად რომ იყოს გამორიცხული კორუფციის რისკები. ეს კომპანიები პირველ რიგში რამდენად ეყოფიან ერთ თვიანი პერიოდის განმავლობაში მთელი ავტომობილების ასე ვთქვათ ავტომობილებისთვის ინსპექტირების განხორციელებას. საკმარისი პერიოდია ეს ამოესწრება. მნიშვნელოვანი საკითხებზე გამახვილეთ ყურადღება ის რაც SGS-მა შვეიცარიულმა კომპანიამ საკონსულტაციო კიდევ ერთხელ რო თქვით საზოგადოება მიხვდეს აზია საუბარი. გამოაქვეყნა იქ მოთხოვნილი რაც არის ტესტ-ცენტრების მიმართ. იმ მოთხოვნებს ამ 26 აკრედიტირებული ტესტ-ცენტრიდან ჩემი აზრით დააკმაყოფილებს მხოლოდ 6. ეს კიდე ერთი საკითხი. აი ამ მომენტში. ხა რამდენად ეს ტესტ-ცენტრები შეძლებენ ერთ თვის განმავლობაში რომ განახორციელონ კიდე ინვესტირება და შეიძინონ დამატებით აღჭურვილობა თუ გადააკეთონ რეკონსტრუქცია, ხო, რომ მოიმსახურონ თან რეკონსტრუქცია დასჭირდებათ, იქ ისეთი მონაცემებია დაწყებული ეზოს ასე ვთქვათ ასფალტის ზედაპირიდან როგორი უნდა იყოს დამთავრებული სიმაღლებით და სიგრძეებით და ასე შემდეგ. ხო, ეს ერთ საკითხი რომ მათ ვადებში ალბათ ექნებათ პრობლემა. მეორე აქ ის არის ეს პროგრამები არის თუ არა ცნობილი. ჯერჯერობით ეს პროგრამა რა არის და როგორი უნდა იყოს? არ არის ცნობილი. თვითონ ტესტ-ცენტრებს ასოციაცია აქვს, რომლებიც სადეს და აქვთ ცდელობა თვითონ შექმნან ასეთი პროგრამა და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხზე მივდივართ, ასევე პერსონალის საკითხი. ვინ არის პერსონალი, ვინც ამოწმებს ამას? აი ამ კითხვაზე ჯერჯერობით არის ერთ-ერთი გამოწვევა ეს კითხვაც, იმიტომ რომ არის ევროკავშირის ქვეყნები, მე მაგალითად არა ევროკავშირის ქვეყნებში, ისრაელში ვნახე, რომ ყველა პერსონალი არის გადამზადებული, სერტიფიცირებული, კვალიფიციური. ეს არ არის შესაძლოა ეს ჩანს რომ მარტივი პროცედურაა, თუმცა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს, თუნდაც იგივე პროგრამების ცოდნას საჭიროებს, რომ ასე შემდეგ. და ჩვენ რასაც ხედავთ, ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ყავს თვითნასწავლი პერსონალი ძირითადად, რომლებიც არ არიან სერტიფიცირებულები და ისიც არ ვიცით ჯერ სერტიფიკატი სად უნდა აიღონ. ამიტომ გამოწვევები ძალიან ბევრია აქ. პროცესის დაწყება აქვს სულ ჩვენ მაგრამ გვინდა რომ ეს იყოს მაქსიმალურად მომზადებული პროცესი და არა მომზადებელი, იმიტომ რომ მომზადებელმა შეიძლება პოპულარულ თემას პრინციპში ჩემი აზრით პოპულარულია ეს რეფორმა და ხშირად ამბობენ რომ არაპოპულარულია თუ კარგად სავალდებულო გავითვალისწინოთ რომ სავალდებულო არის კი ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ასევე ევროპასთან ავიღეთ ვალდებულება ეს უნდა გავაკეთოთ მაგრამ არა იმიტომ რომ დაუშვათ ეს დაგვავალა ვიღაცამ ჩვენც უნდა მივხვდეთ რომ ვიწამლებით ყოველდღიურად მაგრამ თუ გვინდა რომ აი ამ შედეგს მივახციოთ უნდა იყოს ეს პროცესი მაქსიმალურად სწორად დაგეგმილი, გამოწვევები ჯერჯერობით ბევრია, კითხვა ჯერჯერობით უფრო მეტია ვიდრე პასუხი და პასუხებსაც რომ მივიღებთ, მე გვჭირდება ის დრო, რომ ყველამ შეძლოს ამ მდგომარეობის გამოსწორება. აი კიდევ ერთი საკითხი, ბატონ დავით, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი ერთვიან პერიოდში, ჩვენ ასევე ვიცით ის, რომ თუ ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარა ავტომობილმა უпростоროდ ამ შემთხვევაში უკვე ჯარიმას ექვემდებარება ავტომობილის მძღოლი და რა მოხდება თუ ვერ მოასწრეს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ესე იგი მასიური დაჯარიმებები წავა, ვინც ვერ მოასწრებს, ან ელემენტარულად საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მიმართონ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ არ მიიღებენ ამ სერვისს, ესე კარგი რამ გამახსენეთ, იმიტომ რომ აქ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მივალთ ახლა ჩვენ საუბრისას. პირველი, რომ
მაქსიმალური ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო, რომ ეს მოთხოვნები, რომელიც იქნება წაყენებული ავტომობილების მიმართ იყოს დაბალი სტანდარტით დაიწყოს და ყოველწლიურად ხდებოდეს გაუმჯობესება, ერთიანად ყველა ვერ გავივლით, სავარაუდოდ და ამიტომაც ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ძრავის მოცულობის მიხედვით მოხდეს, ასე ვთქვათ, განსაზღვრება და ალბათ 2 წლის განმავლობაში გავივლით ყველა, რაღაც 6 თვიანი შუალედებით. თუ დაუშვათ ძრავის მოცულობა არის 3 კუბურ სანტიმეტრზე მეტი, უფრო ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე ისინი გაივლიან 30 კუბურ სანტიმეტრზე. კი, სწორად, ძალიან შემდგომ უკვე ხო ჩამოვა, ალბათ ესე იქნება, მაგრამ იქ გვაქვს ესეთი სიტუაცია, ჯარიმა რამდენი იქნება ის არ არის განსაზღვრული და დღესდღეობით არ ვიცით და აი მივედით თავი პრობლემაზე, ახსოვლებაზე. დღესდღეობით 187,000 სატრანსპორტო საშუალებებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტორება არ შეწყვეტილა და ეს სულ მიდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 3 ტონა ნახევარზე უფრო მეტი წონის მქონე სატრანსპორტო საშუალებები და ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებთაც გადაყავთ 8 და უფრო მეტი მგზავრი, მათთვის ეს დღესაც არის ეს ხორციელდება, დიახ, მიკროავტობუსები, ავტობუსები უფრო გასაგებად რო ვთქვათ. და 187,000-დან გადის მხოლოდ 14% პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. აქ უკვე ჩვენ ხედავთ, რომ პრობლემის წინაშე დგავართ უკვე წლებია, იმიტომაც არის, რომ ქუჩაში დაგვინახავს და გვითხავს, რომ ამან როგორ გაიარა ეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ესე იგი, დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები ანტიტონ ბეჭდავს ამ ფირნიჩს. ხელახლა რეკონსტრუქციას გადიან, ხო? თუ ანუ შეკეთებას ექვემდებარებათ. არ ვიცი, და ამ 187,000-დან იქ მიდის 14% მხოლოდ დაახლოებით 20,000-მდეა თუ არ ვცდები. მხოლოდ ეს 14% გადის და დანარჩენი გზებზე როგორ ხდებიან, ან ვინმე აკონტროლებს ამას, ან ეს ადამიანები იყო ესეთი ინფორმაცია, რომ თვითონ ბეჭდავენ ამ ფირნიშებს და აკრავენ, რომ ვითომ გავლილია. საერთოდ ეს მთელი სქემა არის მოშლილი და როცა ვიწყებთ ახალს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ძველი რაც გვაქვს, არის ასეთი. ის იმაში იქაც ხარვეზები გვაქვს, ესე გამოდის. ძველში იქაც ხარვეზები გვაქვს, მსუბუქი ნათქვამია, თქვენი მხრით. იქ არის ეგრეთ წოდებული ძველი ტეხასმოტრების პერიოდი დარჩენილი, რომელიც არ შეწყვეტილად ასე მოდის ინერციით და შეიძლება ითქვას, რომ არ მინდა ხა ისე ვთქვა, მაგრამ პატრონი არ ყავს, ხო, ამ კონკრეტულად აი ძველ მიმართულებას 187,000-დან გადის 14%, ისიც უნდა გადიოდეს თუ არა კიდე საკითხავია. ამიტომ ეს ჩვენ მაგალითი ხო გვიდევს ახლა. და ისე უნდა გავაკეთოთ ახალი, რომ ამ ძველი მაგალითიდან, რომელიც არის მოშლილი, მაგრამ გვაჩვენებს ნათლად რა ხარვეზები გვაქვს, გავითვალისწინოთ. კანონის ახსოვება იქნება უმნიშვნელოვანესი. კი ბატონო. და თუ კანონი არ ახსოვდა, მაშინ ეს მთელი ეს კანონ პროექტი და შემდგომში კანონი დარჩება ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის წარმოადგენს. ხო, ესეც მნიშვნელოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპატრულო, ევროკავშირის გამოცდილებიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საპატრულო პოლიცია არ იქნება ეფექტიანი და არ შეიძლება ყველაფერი საპატრულო პოლიციას დავავალოთ, ესეც, იმიტომ რომ ყველაფერს ერთად ვეღარ ახერხებენ. ანუ სავარაუდოდ უნდა შემოვიდეს სავალდებულო დაზღვევაც. უახლოეს პერიოდში ეს კიდე ცალკე თემა არის და მე გესტუმრებით. კი ბატონო, გავაგზავნე. ანუ ეს დაზღვევა როგორ არის დაუშვათ ისრაელში, რომ თუ სავალდებულოა დაზღვევა, ვერ დააზღვევ თუ არ გაივლი ავტომობილის ტესტირებას. ეს თემა ერთმანეთზეა მიჯაჭვული და არის კიდე სხვა მექანიზმები, რითაც აკონტროლებენ მხოლოდ საპატრულო პოლიციას, რომ ეხლა უთხრათ, ის დიეტ თქვენ ვისაც აქვს ვისაც არ აქვს ეს გავილი, ხო, ვერ შეძლება ეს არ იმუშავებს. დიდი თემა არის ეს და შემდეგშიც გავაგრძელოთ აუცილებლად საუბარი და მანამდე დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ ესეთი საინტერესო ინფორმაციების მოწოდებისთვის. დავით მესხიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ბიზნეს კოდში. ახლა რეკლამის დროა, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ტელეკომპანია იბერიასა და რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში FM 95-ზე და 5-ზე. ძალიან მალე დაუბრუნდებით. ოცნების მთავარი მიზანი ძლიერი საქართველოს შენება. ამისთვის კი აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა. ამ მიზნით ხელისუფლება მუშაობს გეგმაზე, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს და ადგილობრივი ბიუჯეტების სულმცირე გაორმაგებას უზრუნველყოფს. გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ხარისხიან და უწყვეტ გაზმომარაგებას, ენერგომომარაგებასა და წყალმომარაგებას. საბავშვო